პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კანის ჯანმრთელობაზე და მის სტრუქტურაზე ზრუნვა. ძალიან ხშირად მეკითხებიან პაციენტები, რა სხვაობაა ბიორევიტალიზაციას და ბუსტერს შორის. ზოგადად ჰიალურონის მჟავა ყველას გვაქვს ორგანიზმში, რა დროს ვიყენებთ ბუსტერს. წვრილი ნაოჭების და დაბერების ზოგადად ნაადრევი ნიშნების შესამცირებლად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კანის ჯანმრთელობაზე და მის სტრუქტურაზე ზრუნვა, რამაც თავისთავად წინა პლანზე წამოსწია ისეთი პროცედურები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ჩვენს კანში არსებული კოლაგენის სტიმულაციაზე და ზოგადად კანის დატენიანებაზე. ერთ-ერთი ასეთი საკმაოდ ხშირი პროცედურაა ბუსტერი, რომლის მთავარ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჰიალურონის მჟავა. ზოგადად ჰიალურონის მჟავა ყველას გვაქვს ორგანიზმში და მას აქვს ერთ-ერთი უნიკალური თვისება, მიიზიდოს და შეიკავშიროს წყლის მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის ტენიანობაზე. ძალიან ხშირად მეკითხებიან პაციენტები, რა სხვაობაა ბიორევიტალიზაციას და ბუსტერს შორის. უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ბუსტერი არის იგივე ბიორევიტალიზაცია, ოღონდ თავისი შემადგენლობიდან და ჰიალურონის მჟავას სტაბილიზაციიდან გამომდინარე, პრეპარატის დაყოვნება ქსოვილში და ზოგადად ეფექტის ხანგრძლივობა ბუსტერის არის უფრო მეტი, ვიდრე ბიორევიტალიზაციის. ანუ შესაბამისად მოქმედების ხანგრძლივობაც აქვს ბუსტერს მეტი ბიორევიტალიზაციასთან შედარებით. რა დროს ვიყენებთ ბუსტერს? პირველ რიგში კანის ღრმა დატენიანებისთვის, ტონუსის და ელასტიურობის გასაუმჯობესებლად, წვრილი ნაოჭების და დაბერების ზოგადად ნაადრევი ნიშნების შესამცირებლად, დაღლილი იერის მოსახსნელად და რაც მთავარია კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. კეთდება როგორც სახეზე, ასევე ყელზე, დეკოლტეზე და ხელებზე საჭიროების მიხედვით. კურნალობის კურსი ინდივიდუალურია, დაახლოებით 2-4 პროცედურაა საჭირო ერთთვიანი ინტერვალით, რის შემდგომაც წელიწადი ან წელიწადნახევარი პაციენტის კანი გამოიყურება ჯანსაღად, ჯანმრთელად და ახალგაზრდულად.